Glimilid პირველ სავე და არ შეგეშ. თაბუნა წავიდა. სალიზე მე მუშობ გიოზეში.
ოღონდ იქით უყურებ სალი. ეს სალი კამერას უყურებ. აი ამას და ეს საუბარი ძალიან ღიმილი. პირის გახსნით ტექსტს. გავამზადეთ. ენა მამული სარწმუნოება მეორედ რო გამოჩდება, იქ შევდივართ. არა ის. სამშაბლო. ჩემი ხატია სამშაბლო. წარწერა რა ის. ნუ გეშინდა. უყურე იქიდან და პირდაპირ გადმოდი, განწყობილება დაამიძინო. შენ სახეს რო დაინახო, გადმოდი პირდაპირ. ღიმილით არ შევდივართ ახლა. მაგრამ სწრაფად გამხიარულეთ მაყურებელმა. გავემზადეთ. ნიკა ხო არ ვიმუშაო მე. თითქოს განწყობილება დამეცი. თუმცა, რატომ საერთოდ მათ მომავისიმედი ჩაუსა? პირობა მივეცი, უახლეს მომავალში კიდევ ვესტუმრები. ამიტომ ნუ დაიწყო. აზრი მოიკრიბე და გისმენ. მადლობ გამხდარებისათვის. დაცვი ფასეტელებმაყურებელი. როგორც მანანა მასწავლებელი იტყოდა, იმქონდა, ხლოდ კეთილი საქმით გამოწვეული მხურვალეცრემლები ყოლა. მაშინ იყავით კეთილები და ღმერთი აუცილებლად დაინახავს. თუმცა, მის დასანახავად, ნუ გააკეთეთ, ეს გოლეთ კიდოდეთ, ესეც რანო სიტყვებია. შემდეგ ჩართონე მუსიკალური თქვენს განჯურთა შევესწრებით და ვფიქრობ გამოვიდა. დრაულია, მაშინ წავედით, ნუ ვერ დავაყოვნებთ. წავიდა. საღოლ ზურა, საღოლ მაგ არა. გადაცემა სრულდება. საერთოდ და გაფრინდა. უკაცრავად საერთოდ და გაფრინდა. უკაცრავად. საერთოდ და გაფრინდა და თქვენს ტელეეკრანებს ჩვენს გავუფრინდებით. თუმცა, შემდეგი კვირის სიუჟეტებს თუ გადავხედავთ, მოსაწმეად ნამდვილად არ გვაქვს საქმე. დაელოდეთ შემდეგ კვირას. არ გავუშვათ ჩვენი ნახვაშანსი ხელით და ცხოვრება ასე უფრო მშვენიერი მოგეჩვენება. ნახვამდის. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ავიდა ჩემიდან. სალამს გეცხნით მე და გივილექსავთ ტყვიშანზე ფიქრი. სალი ეთერში რასაა? გამარჯობა თვითფასადელი მაყურებელი. მოგესალმებით და ჩემი მეგობრის ეიფორიულ განწყობილებაზე მეგობრებთ. მართალი გითხრა არანაირი ეიფორიაში ყოფნას არ განიცდი. უბრალოდ ლექსი მინდა და მიმეწყდა ჩვენი გულთბილი მაყურებლისათვის. მე მიდი მიუძღველი. მუზა გამიფატეთ, ახლა ცოცხალეთში მაგას ხომ არ დაველოდები. ობას რა არ მინდა. ბოდიში რომ წამალი ხო ზაფციახში გაყიდნენ. უკაცრავად სვიფასებაშვება ან ჩემო პატარა მეგობრებო. და ჩვენი პირველი სიუჟეტი მინდა უკომენტარო ჩემო გთავაზოთ. ინკოგნიტოელი ბავშვებისათვის აუცილებელია მთელი კვირის განმავლობაში ყველა მოსაწონ გადაცემას თვალი ვატებოთ და კვირის ბოლოს გავიხილოთ. ხო და სწორედ გადაცემა დროება, რომელსაც ბატონი გიორგი თარგამაძე უძღვება, ინკოგნიტოელების უსაყვარლეს გადაცემად ითვლება, თუმცა ვფიქრობ არა მარტო ინკოგნიტოელებს. ერთ-ერთმა სიუჟეტი თქვენი დიდი ყურადღება მიიპყრო და ბევრი რაც კიდევ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება. და თუ რა გადაწყვეტილება მივიღეთ, ამას თქვენით ნახავთ, შეაფასეთ და მას წავედით. შეუძლია